საჯარო სამსახურში მიმდინარეობს რეპრესიები. ასობით საჯარო მოხელე, რომელიც შეუერთდა დეკემბრის თვეში საჯარო პეტიცია საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად დღეს უკვე გათავისუფლებულია. ისინი დაექვემდებარნენ უკანონო გათავისუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. რა ხდება საჯარო სამსახურში და გარდა უსამართლობისა იწვევს თუ არა ეს პროცესები საჯარო სამსახურის კვალიფიციური და კომპეტენტური კადრებისგან დაცლას, რას შედეგი მოაქვს ამ პროცესებს, როგორც საზოგადოებაზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც გათავისუფლდნენ, ან რომლებიც დარჩნენ თუნდაც საჯარო სამსახურში, აი ამ ყველაფერზე რეპრესიების სამართლებრივ თუ ადამიანურ მხარეებზე ისაუბრებენ დღეს ჩვენთან ერთად უკვე ყოფილი საჯარო მოხელეები მარიამ კანდელაკი და სალომე ნატროშვილი. მივესალმებ პირველ რიგში მაყურებელს, მიხარია ამ ფორმატში ჩვენი შეხვედრა, რადგან უფრო ვრცლად მოვახერხებთ ყველაფერზე საუბარს. მადლობა დაინტერესებისთვის ამ საკითხზე, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს მხოლოდ ჩვენი პირადი საკითხებია და ჩვენი ჩაგურის ან დისკრიმინაციის ნაწილია, მხოლოდ ეს არის სისტემა, რომელიც უკვე საკმაოდ რთულად შესანარჩუნებელი იქნება. მე მაგალითად როგორც 4 შვილის დედა და მათ შორის ერთი შვილი ჩემი სპეციალური საჭიროებებისა და ამ ეპოქაში და ამ ეკონომიკურ მდგომარეობაში 4 შვილის შენახვა გაზრდა და მოვლა ფიზიკურად ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ვიყავი ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანს შეუწყვიტო რესურსულად არსებობის საშუალება. ანუ გაწირო ბოლომდე და ზუსტად პირად საუბრებში ვიძახოდი სალომესთან სანამ შემოვიდოდით და აქაც დავაფიქსირებ, რომ მინდა საზოგადოება კარგად მიხვდეს ამ გაწირვის არსს. მე თუ დღეს გამწირეს იმისთვის, რომ დავრჩემ შიერი ჩემ 4 შვილთან ერთად, იგივენაირად იგივე ადამიანები მე დღეს გამწირავდნენ, რომ შეეძლოთ პატიმრობისთვისაც, ციხისთვისაც, გამწირავდნენ სიკვდილით დასჯისთვისაც, გამწირავდნენ წამებისთვისაც და გამწირავდნენ ყველაფრისთვის, რისი რესურსიც ექნებოდათ. ანუ აქ ძალიან მორალური სეგმენტი არის. ან შეგიძლია ადამიანის გაწირვა, ან არ შეგიძლია და თუ გაწირვა შეგიძლია ადამიანის, შეგიძლია ყველაფრისთვის გაწირო, ან უბრალოდ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მორალი არ გაძლევს საშუალებას და არ აკეთებ. ჩემ შემთხვევაში ესეთი აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რომ ანუ იქამდე რომ ხალხთან კონტაქტი მქონდა ჩვეულებრივი და ყოველდღიური, მე საერთოდ გაქრნენ ჰორიზონტიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, რომ ჩემნაირი შეხედულებებით იყვნენ და ისინიც იზიარებდნენ იმ ყველაფერს, რასაც მე ვიზიარებდი და პეტიციაზე ხელმომწერებიც კი იყვნენ, ანუ როგორც კი გაიგეს, რომ გამონთავისუფლეს, გაწყვიტეს ყველანაირი კომუნიკაცია ჩემთან. იყვნენ მხოლოდ ერთეულები, ვისგანაც ეს სოლიდარობა და მხარდაჭერა ვიგრძენიდან, ანუ მიკავშირდებოდნენ და გამოხატავდნენ. მაგრამ აი ერთხელზე სათვლელი დიდებით რაოდენობით იყვნენ ესეთი ადამიანები, ვინც დამირეკა და ანუ ეს ადამიანური სახე შეინარჩუნა, ესე რომ ვთქვათ და ძალიან მართლა ეტყობოდათ, რომ გულწრფელად წუხდნენ ამის გამო. რაც შეეხება თვითონ ამ კანონის სრულების შედეგად სისტემაში, საჯარო მოხელეების წუხილი ნამდვილად გამოიხატებოდა, უბრალოდ იყო ეს პარტიული ნიშნით დასაქმებულების დამშვიდება, რომ ანუ მათ ხელშია პარლამენტი და მე ისევ შეცვლიან, როცა ჩვენ გაგვიშვებენ, ანუ ჯერ გაწმენდავენ და მე შეიცვლება ეს კანონი და დაუბრუნდება ძველ ჩარჩოებს და არ მოხდება მათი ჩაგვრა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს კანონი სრულად დაუცველს ხდის საჯარო მოხელეს ყველა თვალსაზრისით და ამით ამშვიდებდნენ ერთმანეთს, ესე რომ ვთქვათ. და რაც შეეხება ჩვენს მიმართ სოლიდარობას, გულისწყოთა ნამდვილად იყო იმ სერვის ცენტრში, საიდანაც მე გამომიშვეს და სადაც მე მუშაობდი ბოლოს, გამგეობის თანამშრომლების მხრიდანაც, ანუ რო გითხრათ, რომ უსამართლოდ მიაჩნდათ ეს ნამდვილად არა, მაგრამ პირადი ურთიერთობები ძალიან კარგი მქონდა ყველასთან და ყველა პატივს მცემდა და მეც ანალოგიურად და ეწყინათ, რომ მათთან ერთად აღარ ვიმუშაოთ.
განსაკუთრებით დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან ჩემი, რომელიც სულ აღნიშნავდა, რომ მე გამორჩეული თანამშრომელი ვიყავი იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომები ყველას მოგვდის, რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში, მით უმეტეს კანცელარია ისეთი საკითხი არის, რომ ანუ სიჩქარეზეც არის ეს დამოკიდებული, რომ სწრაფად უნდა მიიღო, როცა რიგში დიდი რაოდენობის მოქალაქე ყავს. მე ვიყავი ძალიან მეწვრილმანე, ესე რომ ვთქვა და ბოლომდე ყველა кейსს უღრმავდებოდი და აქედან გამომდინარე ბევრჯერ აღუნიშნავს მას პირად საუბრებშიც, რომ შენ ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორი ხარ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე ვერ ვასრულებ სათანადოდ ჩემს ფუნქცია მოვალეობებს, ანუ ესეთი პოზიცია დააფიქსირა. ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ეს, ანუ სიგელი მაქვს კვალიფიკაციის ამაღლებაში, მაქვს მონაწილეობა მიღებული თანამშრომლების და ამისთვის მიღებული. გარდა ამისა, ის რაც ჩემ მოვალეობაში არ შედიოდა, იყო ეს პროგრამული მართვა, პროგრამის ახალი პროგრამების დანერგვის დროს მონაწილეობის მიღება და ანუ ხარვეზების და ეგრეთ წოდებული ტექნიკოსები უფრო გაიგებენ ამ ტერმინს ბაგების აღმოფხრა და თუ რამე შეიძლება და რომ უფრო მარტივი ყოფილიყო მუშაობის პროცესში, გამარტივება და ასე შემდეგ, ყველაფერში აბსოლუტურად ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული ყოველთვის და ანუ მე ვიყავი ის თანამშრომელი, ვინც ყველა შეხვედრაზე თუ არა, თითქმის ყველა შეხვედრაზე მაინც ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რანგირებით არ მეკუთვნოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დეტალებზე ვახდენდი ორიენტაციას და ვიცოდი ტექნიკურად საკითხი, როგორ შეიძლება და უფრო მარტივად წარმართულიყო, ესე ვთქვათ და გარდა ამისა, მაგალითად ჩვენთან ტაქსების რეფორმა რო დაინერგა, პირველი საჩქაროდ მიღებული დადგენილება საკრებულოსი აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, აბსოლუტურად სამოქალაქო კოდექსის საწინააღმდეგო, აბსოლუტურად სატრანსპორტო კანონის საწინააღმდეგო იყო ეს დადგენილება, პირველი ფორმა რაც იყო და თავიდან ბოლომდე ეს დადგენილება მე პირადად ღამის 2 საათამდე დავამუშავე, რომ უახლოეს დღეებში, ანუ მეორე და მესამე დღეს აღმოფხრილიყო ეს ხარვეზები. ყველაზე აბსურდული ის იყო, რომ ერთი მუხლი ეწინააღმდეგება და მეორე მუხლს და ასე შემდეგ. ეს აქციები, როდესაც გაკეთდა ცნობილი განცხადება და მიმდინარეობდა ადამიანის დარბევა და თანაც ამ განცხადების შინაარსმა ჩვენი ცხოვრების მომავალი და პერსპექტივა მთლიანად შეცვალა, გადააყირავა, ასე ვიტყოდი. ღამე იყო, გვიანი პრინციპში, ჩემს მცირეწლოვან შვილს ვაძინებდი, წლის და არ ვიცი 4 თვის იქნებოდა მაშინ და აი რაღაცა კომბინაცია იყო რა, ერთდროულად სოლიდარობის განცდა მქონდა ამ ადამიანების მიმართ, ვინც იყვნენ ასეთი არნახული ძალადობის ხორბლი მათი ოჯახის წევრების მიმართ და მეორე მხრივ პრაგმატული ხედვაც, რომ აი როგორ შეძლებს ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას, ხო? რანაირად უნდა გაგრძელდეს მისი ცხოვრება, მისი უფლებების რეალიზება და აი ეს სპონტანურად ავიღე ჩემი ტელეფონი და დავიწყე ტექსტის აკრეფა. აი ეს პეტიციის ცნობილი ტექსტი და ასე შეიქმნა ეს ტექსტი. შემდეგ აი ძალიან მცირე დიცვილებები განიცადა და თვითდინებით აბსოლუტურად სამოქალაქო შეგნებიდან გამომდინარე მოდიოდნენ ადამიანები ესე ციფრულად და ხელს აწერდნენ. მე მათ უმრავლესობას არ ვიცნობ, ვიზუალურადაც არ ვიცნობ, რა თქმა უნდა, დანახულიც არ მყავს. როგორ შეიძლება რომ რაღაც deep state-ის არარსებული ძალის დემონსტრირებაზე იყოს საუბარი? აი რამხელა კონსპირაციასთან გვაქვს საქმე, აქედანაც ჩანს მე პირადად გამოვცადე ჩემ მიერ აკრეფილი ტექსტი როგორ გასაღდა შემდეგ რაღაცნაირად deep state-ის კარნახის ობიექტად რაც არ არსებობს ხო რეალურ ცხოვრებაში და ასევე შემდეგ ესეთი ცილისწამების ნაკადი ხო მოდიოდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან და თუ არ ვცდები კახა კალაძის მიერ გაჟღერდა რომ ეს იყო ორგანიზებული პროცესი და ერთი და იგივე შინაარსის ტექსტები ვრცელდებოდა და ცხადია რომ ერთი და იგივე შინაარსის ტექსტები და სიმართლე ერთია ერთ ენაზე ვსაუბრობთ ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ წერია რომ გვინდა დავიცვა
მართლაც კონსტიტუციის 78-მდე მუხლი. და ანუ ზუსტად იგივე სალომემ რაც თქვა კალაძის ნათქვამი, ან მგონია რომ აი ზოგადად პოლიტპატიმრებსაც სოლიდარობა ჩემი მათ და მათაც როგორ აბსურდულ რაღაცაში უწევთ ხო? ერთმანეთს არის ცნობენ და ჯგუფურ ძალადობასები და ზოგადად მგონია რომ აი ეს ამ სიტყვების განმარტებები შესაბამისად არიციან ორგანიზებული საბოტაჟი, ჯგუფური სიმართლე გითხრათ, სულ მქონდა მე მაგალითად როგორც რიგით საჯარო მოხელეს და დარწმუნებული ვარ, ბევრი არის ჩემნაირი ესეთი განცდა, რომ დიდი საქმისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენი ხმა არ ისმოდა. რაზეც წაღანც ვისაუბრეთ. მე შინაგანი განცდა მქონდა ესეთი, რომ როდესაც არ ვიცი შეიძლება ძალიან ოპტიმისტურად ჟღერდეს და ბუნებით ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ მართლა მქონდა მის განცდა, რომ როდესაც ეს ამდენი საჯარო მოხელე დავაფიქსირებდით ჩვენს ღია აზრს, რომ ანუ ჩვენ არ გვინდა რომ ევროპისკენ სწრაფვა შევწყვიტოთ და არ გვინდა ეს ამ პროცესის თუნდაც შეჩერება და არ გვინდა რომ ეს პროცესი თუნდაც 2028-მდე გაჩერდეს. პირიქით გვინდა რომ თითოეული დღე ჩვენი ევროპული მომავლისკენ იყოს. ანუ ევროპული მომავალი ხო არ ნიშნავს იმას, ანუ ეს ევროკავშირში შესვლა ზოგისთვის ძალიან გაუგონარი ბენეფიტი არის, ანუ ვერ ხვდებიან, ვერ იაზრებენ რას ნიშნავს და რასთან გვაქვს საქმე. და მე მეგონა რომ ანუ ღიად ესე რომ დავაფიქსირებდით ყველენ ჩვენ აზრს, ანუ რაღაცა პერიოდის მერე გამოვიდოდა ეს რა ქვია კობახიძე და იტყოდა რომ იცი რა ხალხში რა კი ესეთი რეაქცია გამოიწვია ამ ყველაფერმა, მოდი ჩვენ მაინც ვაცდებით და გავაგრძელებთ სტანდარტულად როგორც ვაკეთებდით, უბრალოდ ანუ ხო ესე მე ვფიქრობ რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, ეს არ არის შემთხვევითი მოწყვლადი ჯგუფების ამ მდგომარეობაში ჩაყენება, ესეც იყო პოლიტიკური დაკვეთის ნაწილი და ისწორედ ამ სამაგალითოობის ნაწილი, რომ არავინ არ იქნება გამონაკლისის წესით ამ რეპრესიების გარეთ. ყველა, ვინც გამოხატა საკუთარი პოზიცია საჯაროდ იქნებიან, ესენი მარტოხელამშობლები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ მოხელის სტატუსის მქონე ქალები, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ყავთ, ხო კანონმა პრაქტიკულად ისინი ამ გარანტიის გარეშე დატოვა და შესაძლოა მათ არანაირი პოლიტიკური მიკერძოება არ ქონდეთ არასდროს, თუმცა ისინი უკვე გარანტიის გარეშე არიან და უკვე არიან ერთი ადამიანის ნებას და გადაწყვეტილებას მიმმულნი. ეს არის მათი პოლიტიკური განზრახულობა, სასტიკი, დაუნდობელი პოლიტიკური განზრახულობა იმისთვის, რომ შეიქმნას საჩვენებელი პრეცედენტი ყველა ამჟამად დასაქმებული პირებისთვის, რომ მათ არც კი გაბედონ, რომ შემდგომში ასეთი ნაბიჯები გადადგან. ვინაიდან აი ამ საჯარო განცხადებებმა ჩვენთვის მოულოდნელად დიდი რეზონანსი გამოიწვია. პირველ რიგში, ანუ ნეპოზიტიზმი ჩემს სამსახურში იმდენად ცალსახა არის, რომ აი პირდაპირ შთამომავლობითი არის დედაშვილობით, ბიძაშვილობით, მამიდაშვილით, ანუ სამსახურებრივი ნუსხა რო გამოითხოვოთ და თანამშრომლების სია, სამეგობრო წრეს და სანათესაოს თითქმის ვერ გაცდებით ერთეულების და ათეულების გარდა, ანუ მე აღარ მოვერიდები არაფერს და არავის მართლა, იმიტომ რომ აი ჩემი პატივისცემა ყველას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მათი მხრიდანაც არ არის ეს პატივისცემა, ფიდბექი ანალოგიური უნდა გქონდეს ჩემი აზრით, რომ სარკეში ჩავახედოთ ეს ადამიანები. ჩემს დეპარტამენტში მაგალითად იყო რაღაცნაირად თავშესაფარი, ესე ვთქვათ, ცოტა ნაკლებად კვალიფიციური სანათესაოების და გულისხმობ რას, ანუ პირობითად თუ ვიღაცას არ ქონდა ისეთი ანუ არავის არ ვაკნინებ და ვიღაცა შეიძლება რაღაცაში ძალიან ძლიერი იყოს, ვიღაცა შეიძლება რაღაცაში ცოტათი სუსტი, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მოკლედ არ ვიცი ლამაზად როგორ ვთქვა, იმიტომ რომ არ მინდა რომ ამ ადამიანებს პიროვნული შეურაცხყოფაც მივაყენო, მაგრამ ფაქტია რომ ეგრე დიდი გონებრივი შესაძლებლობებით რო არ გამოირჩეოდნენ და რესურსებით. ხო, კი ბატონო, კვალიფიკაციის გამო და სხვა სამსახურებში ვერ აწყებინებდნენ, ანუ ბექებში მუშაობას, სადაც რეალურად კანონმდებლობასთან თუ ნებისმიერ სხვა უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობასთან გიწევს შეხება და არა მხოლოდ კონსულტაციის ნაწილთან, ანუ ჩვენთან იყო ორი
სივრცე მომსახურების, ერთი საკონსულტაციოდ, ერთი იყო რომ ოპერატორი, რომელიც უშუალოდ არეგისტრირებდა განცხადებას და ანუ ეს პროგრამაც როგორ არის, იცით, მეტნაკლებად ახლა სადაც სოციალური ქსელი ავითვისეთ, პროგრამის ათვისების უნარიც მეტნაკლებად იგივე სისტემით არის, ესე რომ ვთქვათ და არ იყო ისეთი გაძნელებული მუშაობა. სერვისების განვითარების სააგენტოში პრეცედენტი იყო მაგისი და კი ბატონო ეს პიროვნება თვითონ სისხლის სამართლის კოდექსით დააპატიმრეს კიდეც, ვისაც ესე უბრალოდ შტატში ყავდა ჩასმული თანამშრომლები, რომელიც არ არსებობდნენ. მაგრამ ჩვენ დეპარტამენტში უშუალოდ თვალსაჩინო ხარ ადამიანი, ესე რომ ვთქვათ და გიწევს ასეთ უწევთ ყველა მათგანს მუშაობა, რა თქმა უნდა, შეძლების და გვარად. უბრალოდ არის იცით როგორი მომენტი, რომ ეს იყო რაღაცნაირი თავშესაფარი, იყო ეს რომ სხვა სამსახურების უფროსების, საქალაქო სამსახურების უფროსების, პირობითად ქონების მართვის სააგენტო თავისთან ვერ წაიყვანდა იმ კადრს, ვისაც არ ქონდა კანონმდებლობასთან ახლო შეხება, არ ფლობდა სხვადასხვა კოდექსს საკმაოდ მაღალ კვალიფიციური დონეზე, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი შეცდომა დაეშვა იმ თავის ნათესავს, რომ დასაჭერად გახდნოდა საქმე, ხო? ხო არა, ხო ჩვენ სამსახურში კონკრეტულად იყო აგრეთვე არქიტექტურის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება საჩივრებზე ყოფილიყო და ჩვენ სამსახურში ანუ ვერაფერს ვერ დააშავებ კანონმდებლობით, ისეც რომ ან თქვათ რაღაც დიდი მოხსენებით ბარათი დაგაწერინა, არასწორად უთვლით განცხადება ხო? ისიც პროგრამა აძლევს იმის საშუალებას, რომ გადაეწეროს ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურს და ეს დანაშაულებრივ ქმედებას ვერ ჩაიდენ უცოდინრობით. და ამიტომ ცოტა ესეთი თავშესაფრადაც იქცა კი ბატონო. მე არ ვახები მათ პიროვნულ თვისებებს, ესენი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან თითოეული პიროვნულად, ნამდვილად, მაგრამ იქ მუშაობენ მხოლოდ იმ მიზეზით და იმ საბაბით, ესე რომ ვთქვათ, რომ ვიღაცა არის ვიღაცის ცოლის მეგობარი, ვიღაცა არის რაღაც საქალაქო სამსახურის თუ აიპის სხვა სამსახურის, რა თქმა უნდა, ბიძაშვილი, ვიღაცა არის ვიღაცის შვილი, ვიღაცა არის დინარაძის ცოლის დაქალი და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან ბუნებრივი არის. ეს სამსახური დაარსა ძალიან ღირსეული ადამიანების მიერ, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მათ გადაიბარეს ძველებური კანცელარიები და გააკეთეს მომსახურების სივრცეები, ერთი ფანჯარის სისტემა გააკეთეს, დაახლოებით იუსტიციის საკეტი და ესენი იყვნენ მართლა ძალიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ძალიან მაღალ სტანდარტებს საჯარო სამსახურის. თქვენ გიწევდათ, ანუ ადამიანს როდესაც დასაქმება უნდა და უწევდა ძალიან მაღალი სტანდარტის დადება, ძალიან მაღალი კვალიფიციური ცოდნის გამოხატვა და ძალიან კომპეტენტურობა. მაშინაც ხდებოდა ახლა მეტნაკლებად მაინც რაღაცა გადაწონიდა ხოლმე რაღაც ეს ზოგიერთი სანათესაო ჯგუფების ესე რომ ვთქვათ დასაქმება, მაგრამ აი თითოეულა იყო ესეთი ადამიანი მართლა და ვინც საქმდებოდა თუნდაც მაგ კუთხით იგივენაირად მოეთხოვებოდა იმ ადამიანს, როგორც მოეთხოვებოდა სხვა დანარჩენს. მოქალაქეებზე ძალიან აისახებოდა, ძალიან მკვეთრად აისახებოდა. მაგალითად მე მქონდა ერთი кейსი, ესეთი ბოლო რაც მახსენდება, რომ აღიარების კომისიის საჩივარი ერთ-ერთმა ნაკლებად მცოდნე თანამშრომელმა ადმინისტრაციული საჩივარიც არ შეადგენინა, რომელსაც იქ ადგილზე იურისტები ადგენენ, მაგრამ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება აღიარების კომისიის დადგენილება, ეს არის სასამართლოში გასასაჩივრებელი საკითხი. დააწერინა რაღაც ფურცელზე განცხადების სახით საჩივარი და ამ ადამიანს ეგონა რომ უადაში ჩაეტია და ეს გაასაჩივრა. სინამდვილეში ეს უადა დაკარგა და ამ ადამიანმა მის მართლმადიდებლობიერი მფლობელობა მიწისნაკვეთის ვერ დაადასტურა და ფაქტიურად ანუ დროც გაუვიდა და გასაჩივრების შანსიც ხელიდან გაუშვა და დაკარგა ფაქტიურად კანონიერი ფლობის საშუალება ამ ქონების.
ერთი რიგითი ანუ უპასუხისმგებლობის ვერ და არაკომპეტენტური ოპერატორის გამო, ხო? არაკომპეტენტური ოპერატორის გამო, თუმცა მანდ უპასუხისმგებლობის ნაწილიც არის, იმიტომ რომ გვერდზე შეიძლება კომპეტენტური ოპერატორი გეჯდეს და დააზუსტო რაღაც საკითხი, რაშიც კარგად არ ერკვევი. და ასე ვთქვათ, გაფილტრო და სწორი ნაბიჯი გადადგა და სწორად მოემსახურა ოპერატორს. გარდა ამისა, ანუ არის მე ვმუშაობდი სამგორის სერვის ცენტრში, სადაც სხვათა შორის ძალიან მაღალკვალიფიციური ოპერატორები იყვნენ. ჩემს იქითაც ერთი განსაკუთრებით მინდა დავასახელო, სახელს და გვარს არ ვიტყვი მისი უსაფრთხოების გამო, მაგრამ ნამდვილად ეგრე იყო და ჩვენთან რომ მოდიოდნენ შარტავაზე ნამყოფი შარტავას სერვის ცენტრიდან ჩვენთან რომ ხვდებოდა მოქალაქეები, გაკვირვებულები იყვნენ, იმით რომ ჩვენგან გაცილებით მაღალკვალიფიციური მომსახურებას იღებდნენ, გაცილებით დეტალურ კონსულტაციას, ვიდრე შარტავადან. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ფილიალი მაინც შარტავას ფილიალი იყო. რაც შეეხება ახლა დაფინანსების საკითხებს და მოქალაქეების მომსახურების მარტო კი არა საჭიროებების ხო და მომსახურებაც ხო რა თქმა უნდა მაგათი მგონიათ განცდა აქვთ ისეთი ამ გამგეობებსაც და მე სოციალურს ვერ შევეხებიდი და არ ვიცი შიდა სტაფი როგორ არის მაგრამ გამგეობის სტაფები მე ვიცი მქონია შეხება 5 გამგეობაში მუშაობდი 5 გამგეობის სერვის ცენტრში მუშაობდი და ვიცი მათი დამოკიდებულება ანუ მომსახურება გონიათ რომ ანუ მე რო განცხადებას ვატარებ ეგ არის მომსახურება და იმას არ თვლია მომსახურება და თვითონაც უნდა გაუწიონ დახმარება და მომსახურება და მინდა რომ აი სულ ცდილობდი ხოლმე რომ ამ ბენეფიციარებისთვის ამემაღლებინა ცნობიერება ამ დაფინანსებების შესახებ რომ ეს თანხები რაც მათ ერიცხებოდათ იყო მათი საკუთრება და არა რომელიმე სოციალური განყოფილების უფროსის ან ვთქვათ გამგებლის მოადგილის სოციალურ საკითხებში ხო ან გამგებლის კი ხო სულ ცდილობდი რომ ეს ხო რომ მადლობას მიიხდით ეს თქვენი თანხა ეს თქვენ ხო ამდენი წელიწადი მუშაობდით, გადასახადებს ხო იხდიდით, რომც არ მუშაობთ და რაღაცა ნებისმიერ პურს რო ყიდულობ ადამიანს ასაქმებ, რო ასაქმებ, ესე იგი შემოსავლების იხდი, ხო? ხო და ანუ ამის ახსნას ვცდილობდი ყოველთვის ესე რომ ვთქვათ და აქაც მინდა რომ დავაფიქსირო, რომ იცოდნენ, რომ ეს ნამდვილად ესე არის, ეს თანხები მათ ეკუთვნით და აი მანდაც ნეპოტიზმთან თუ რაღაც გამორჩეულობასთან გქონდა საქმე, ძირითად შემთხვევაში, აი მაგალითად ახლა დაახლოებით 2 კვირის წინ ჩემმა ნაცნობმა შეიტანა განცხადება, ну რა თქმა უნდა, მაშინ რგოლად ვეჩვენებოდი და მომწერა რომ ანუ გაერკვია როგორ მოხდებოდა დაფინანსება ბავშვის მედიკამენტზე რომელსაც 3000 იჯდება და 3000 ლარი მედიკამენტის დაფინანსებაზე შეიტანა დაფინანსების მოთხოვნა და უფინანსდა 200 ლარი 3000-დან ეს მედიკამენტი ამ ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ არის ჰიპერალერგიული და ყველაფერზე ალერგია აქვს და ფიზიკურად 4 ნემსი რო არ გაიკეთოს თვეში ერთხელ უნდა გადააბას ანუ იმდენად ალერგიულია ბავშვი, რომ მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები იცვლება. დაუფინანსეს 3000-დან 200 ლარი, გარდა ამისა 3 თვე კიდევ არ მოითხოვს დაფინანსებას, არა და ყოველ თვე ჭირდება ეს 3000 ლარი ამ ბავშვს 4 თვის განმავლობაში. თუმცა ჩვენ გვაქვს პრეცედენტები გინდა სარეზერვო ფონდებიდან და თუნდაც აი იგივენაირი პროგრამული მედიკამენტის დაფინანსების იმაზე კონკრეტულად სახელს და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ აი ერთი რომელიც მკვეთრად მახსენდება სამთვეში ერთხელ ამ ადამიანს ჩემი პატივისცემა მე არ მიმაჩნია რომ ეს არ ეკუთვნის, პირიქით აუცილებლად ეკუთვნის თითოეულ ადამიანს ვისაც დახმარება სჭირდება, დახმარება, უბრალოდ ეს თანხა არც არ მიმაჩნია რომ მისთვის რაღაცა მოუპოვებელი იყოს, ესე რომ ვთქვათ, გარდა მერიისა სამთვეში ერთხელ და ლობირებს, ხო, ცნობილი ადამიანი და ლობირებს ქართულ ოცნებას, ესე რომ ვთქვათ, ხარს უჭერს ღიად, 18000 ლარი უფინანსდება მედიკამენტები. არ დარჩება ნამდვილად 18000 ლარის მედიკამენტების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ მერია არ დაუფინანსებს, მაგრამ მერია უფინანსებს ყოველ სამთვეში ერთხელ. მე ერთხელ შემხვდა ჩემი ისტორიის მასწავლებელი
სკოლის 53 სკოლის ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც სოციოლოგში აი მართლა მთელი სკოლა და ყველა ძალიან პატივს სცემდა, ძალიან გულდაწყვეტილი, მას ჰქონდა სიმსივნის დაავადება და მხოლოდ 200 ლარით დაუფინანსეს 2000 ლარიანი ოპერაციული მკურნალობის ხარჯი და ანუ შოკირებული იყო მომხდარი საჯარო სკოლის მასწავლებელი. მე პირადად ალბათ ჩემ გარშემო მყოფი თანამოაზრეები, იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ვიტყოდით ამას და პრინციპში არ მოვითხოვდით, მაგრამ მოლოდინი გვაქვს იმისი, რომ ჩვენ ვნახავთ პარალელურ დღის წესრიგს, პარალელურს იმ ცილისწამებისგან, იმ ბინძური კამპანიისგან, რომელსაც ფაქტობრივი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური პარტია გვიპირისპირებს ჩვენ როგორც კეთილსინდისიერ მოქალაქეებს. მე პირადად ველოდები, რომ შინაარსობრივ საუბარს და გეგმებს მოვისმენ იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებსაც სურთ მომავალში ძალაუფლების ხელში აღება და ეს ნამდვილად ასე იქნება, შეიცვლება არსებული სტატუს კო ასე არ დარჩება. ვინაიდან ჩვენი მზერა არის მომავლისკენ, სწორი, მართალი მზერა, მართალია მათ სურთ რომ დავიღალოთ რაღაცნაირად ხელი ჩავიქნიოთ, მაგრამ ეს ასე არ იქნება, ტალღოვანია პროცესი, ხან იქნება ძალიან მძლავრი, ხან შეიძლება შენელდეს, მაგრამ ეს პროცესი აუცილებლად მივა იმ ლოგიკურ წერტილამდე, რასაც ქვია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება და აი ამ დაბრუნების მომენტში ჩვენ უნდა გვქონდეს მზახედვა იმისა თუ როგორ რეაბილიტირდებით, არა მხოლოდ ფინანსურად და მატერიალური თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც, რეპუტაციულადაც. უნდა არსებობდეს მზახედვა, როგორ მოხდება ამ ადამიანების აღდგენა სამსახურებში. დაუშვათ ლიკვიდირებული ორგანიზაციების შემთხვევაში ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლიკვიდირდა ამ რეპრესიების ფარგლებში, კვლევითი ცენტრი და ასევე საჯარო სამსახურის ბიურო. აი იქ დასაქმებული ადამიანების პერსპექტივა როგორ იქნება, ალტერნატივას შეთავაზებს სახელმწიფო თუ დაუშვათ ინტეგრაცია მოხდება მათი ფუნქციების და ახალი ერთეულები გაჩნდება. როგორი იქნება საერთოდ ხედვა საჯარო სამსახურის? აი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ხომ არ იქნება ისევ და ისევ ცდუნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ მათ მოახდინონ იდეის იმგვარად ფალსიფიკაცია, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ ქართული ოცნების ფიგურანტების მხრიდან, ხომ? აი მამკა მდინარაძის განცხადება მახსენდება, აი მან ხელფასზე და ანაზღაურების მიღებაზე გააკეთა აქცენტი, ისე თითქოს ჩვენ რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან ვიღებდეთ ანაზღაურებას და თანაც ამ ანაზღაურების სანაცვლოდ გვევალება პოლიტიკური ნიშნით ერთგულება. არა, ჩვენ ვიღებთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრების მიერ გადახდილი გადასახადით, აკუმულირებული გადასახადებით ანაზღაურებას და ვემსახურებით ხალხს ყველას თანასწორად განურჩევლად მათი პოლიტიკური, რელიგიური ნებისმიერი, ასე ვთქვათ, კუთვნილებისა და არავითარ შემთხვევაში არ გვევალება პოლიტიკური ნიშნით ერთგულება და რატომ ალბათ აინტერესებს ხო უბრალო მაყურებელს რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ გქონდეს პოლიტიკური მიკერძოება. როგორც კი საჯარო სამსახურს ექნება პოლიტიკური მიკერძოება, აი რადგან საუბრობდა მარიამი, მაშინვე ჩნდება ეჭვი და მოლოდინი და საკმაოდ ლოგიკური, რომ საჯარო სიკეთე არ განაწილდება სამართლიანად და თანასწორად და ეს რას აჩენს მოქალაქეში? მოქალაქეში აჩენს დაუცველობის განცდას, საფრთხის შეგრძნებას, რომ მას მოპარავენ, მას წაართმევენ, არასამართლიანად მიაკუთვნებენ. ამ საკმაოდ კომპლექსურ საკითხებთან მიმართებით მე სიამოვნებით მოვისმენდი თითოეული პოლიტიკური პარტიის ხედვას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვას. და როგორ ხედავენ ამ პროცესის გამოსწორებას და რაღაც სწორელსებზე ისე დაბრუნებას, რომ ინსტიტუციები გახდეს ნამდვილად მედეგი და ასეთმა რყევებმა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს ძალაუფლების მიტაცების და მისი შენარჩუნების ამ ცდუნებამ რისკის ქვეშ არ დააყენოს მთელი ეს ორგანიზმი.